ხო, რასაუბრობთ, ესე იგი, გვაქვს direct set prediction-ი, გვაქვს რაღაც რამდენიმე query-ს ვეძახით იმ ობიექტებსაც უნდა დავადეტექტოთ და ფაქტობრივად ხდება ამ query-ების matching-ი ობიექტებზე, სურათზე ობიექტებზე. თუ 100 query გვექნება ასეთი მაქსიმუმ 100 ობიექტის detection-ი შეგვიძლია, თუ 200 ასე შემდეგ. და ხო, როდესაც ავატრენინგებთ 200-ით, მე უცებად გეტა 300-ი გავდარდოთ, არ შეგვიძლია, თუ ვთქვათ, კიდე fine tuning-ს არ გავაკეთებთ. კაი, ხო, ეს არის ძალიან high level overview ამ figure-ზე და ქვემოთ არის უკეთესი figure-ი. აი აქ. კაი, ახლა ესე იგი რა ვქებით? პირველ რიგში გვაქვს backbone-ი. backbone-ში იგულისხმება რაღაც კონვოლუციური ნეირონული ქსელი, რომელმაც სურათის ფიჩერები უნდა ამოიღოს. ანუ სურათს გავატარებთ ამ კონვოლუციური ნეირონულ ქსელში, მაგალითად რაღაც ResNet-ი რო ავიღოთ და ვიღებთ რაღაც ფიჩერებს. ამის შემდეგ გადაგვყავს ჩვენი სურათი, ასე ვთქვათ, ისეთ ფორმატში, რომელიც ტრანსფორმერს სჭირდება, ანუ ეს sequence length-ი, embedding dimension-ი და ცალკე ენკოდერში ვატარებთ შემდეგ ამ სურათებს. ხო. ანუ ესე იგი ჩვენ გვაქვს ენკოდერში რა, ხო? ენკოდერში გვაქვს სურათის ტოკენები და ამ სურათის ტოკენებს ვუკეთებთ, ანუ ტრანსფორმერის ენკოდერში ხდება self attention-ი, ხო? ამის შემდეგ ჩვენი სურათების, ასე ვთქვათ, ტოკენები გადის უკვე დეკოდერში. Attention is all you need paper-ში რო არის encoder და decoder-ი, ამ შემთხვევაში encoder-იდან ჩვენი გამომავალი output-ი არის სურათის ტოკენები, decoder-ში გვაქვს object query-ები. Object query-ები არის უბრალოდ ის სეტი, რაც საუბრობდი, რომ გვაქვს რაღაც გარკვეული სეტი, რომელიცაც შეგვიძლია detection-ი გავაკეთოთ. ხო, ანუ გვაქვს სურათების ტოკენები, გვაქვს query-ები და ამ query-ით ხდება ფაქტობრივად detection-ი. ანუ ვაკეთებთ ინიციალიზაციას 100 query-ს, ხო? 100 ვექტორის და თითოეული ვექტორი არის სპეციალიზირებული, რომ რაღაც გარკვეულ ადგილას ან გარკვეული ტიპის ობიექტების detection-ი გააკეთოს. აქ ხდება შემდეგ cross attention-ი დეკოდერში, რა თქმა უნდა, სურათის პეჩებთან და საბოლოოდ გვაქვს output-ი feed forward ქსელში ვატარებთ და ვადეტექტებთ შემდეგ ანუ პირველ რიგში ვადეტექტებთ ეს query არის თუ არა ობიექტი. კლასიფიკაციას ვახდენთ და შემდეგ ვაკეთებთ რეგრესიას, რომ ეს ჩვენი box-ი, ასე ვთქვათ, რომ აჯდეს ამ სურათს. High level architecture აქ თუ არის გასაგები, ანუ რომ ვაფეხა იმის გაგებას, რომ ეს query-ები როგორ არის ინიციალიზებული, მაგას არ გულისხმობ. აი ზოგადად high level overview თუ გასაგები. Okay. ხო, ანუ რაც უნდა დავიმახსოვროთ არის, რომ ჩვენ გვაქვს სურათი და სურათების ტოკენები და ჩვენ გვაქვს object query-ები. Object query-ები ეს არის რაღაც, NN embedding თუ გამოგიყენებიათ თორჩი მაგალითად, ეს უბრალოდ ესე ვაკეთებთ ჩვენს object query-ების შემთხვევაში, რომ ჩვენ ვაკეთებთ ინიციალიზაციას რაღაც 100 ვექტორის და თითოეულმა ვექტორმა უნდა შეძლოს რაღაც ობიექტის detection-ი. ან თუ ობიექტი არ არის კლასიფიკაციის ედმო, ვთქვას, რომ ამ შემთხვევაში ეს query ობიექტზე არ ზის, ასე ვთქვათ, ეს არის background-ის query. კაი, კიდე figure-ები ნოაქ არის, ხო. ხო, ასე იგი აქ ფაქტობრივად რა გააკეთეს, რომ ესე იგი encoder-ის self attention-ი გვანახეს, რას აქცევდა, ასე ვთქვათ, ყურადღება, ანუ ერთი წერტილი აიღეს, ერთი patch-ი, ასე ვთქვათ, სურათიდან და self attention-ზე ნახეს, რომ ანუ თითოეულ აი ამ ნაწილის attention-ი ძირითადად რო აღვადგინოთ ჩვენი ტოკენებიდან,
გვაძლევს რაღაც ეს სურათებს, რაც ნიშნავს, რომ ხედავს სავით რა. ამის ასე ვთქვათ, ვიზუალიზაცია ხდება აქ. რომ ანუ სხვა ინსტანსები, აი მაგალითად ეს ერთი ძრო ხაროა, ეს მეორე ძრო ხაროა. ჩვენი მოდელი self-encoder-ის layer-ში image token-ებს როდესაც გადავაწყვეტ მან და self-attention-ს გავაკეთებთ, ფაქტობრივად ვცდილობთ, რომ ეს სხვა ინსტანსი, სხვა ასე ვთქვათ, ობიექტი ერთმანეთისგან გამოაცალკევოს. ხო, ეს რა თქმა უნდა, იმიტომ ხდება, რომ ვატრენინგებთ, რომ თვითსალფაკე ობიექტები, ცალფაკე ობიექტები, ასე ვთქვათ, detection-ი გააკეთოს, ხო? ჩვენ რომ მაგალითად ვაკეთებდეთ, რომ თალკე ობიექტები არა და object detection რო გავაკეთოთ ისეთი, რომ აი თქვათ foreground და background. ნუ აი foreground-ზე თქვათ სამი ობიექტი თუ არის, ერთი ხედი იყოს ამ ობიექტს, მაგრამ შემთხვევაში ესეთი ფიჩერები არ იქნება, ხო, უფრო მეტად იქნება მთლიანი ფიჩერები მიუხედავად იმისა, რომ სამი სხვა ინსტანსი არის. ხო, ნუ ეს ტრენინგიდან გამომდინარეობს და უბრალოდ ვიზუალიზაცია არის, რომ რას ხედავს ჩვენი vision encoder-ი, როდესაც self-attention-ში გადის, ასე ვთქვათ. ხო, ამ სურათზე რა ვთქვა, რაღაც განსაკუთრებული არის, რომ out of distribution generalization არის real class-ებზე. ხო, ეს საკითხავი არის, რამდენად კარგი იქნება და რამდენად out of distribution არის. ეს არის უბრალოდ real class-ები, ანუ არც ხშირად მოხდარი კლასები ჩვენს dataset-ში, რაც ვთქვა, out of distribution არის, არასწორი იქნება. იმიტომ რომ ჩვენს dataset-ში მაინც შედის. ცოტა არის, მაგრამ მაინც შედის. ხო, აქ არის ვიზუალიზაცია დეკოდერის attention-ის თითოეული ობიექტისთვის. ან ფაქტობრივად რითი ხდება ჩვენი დეკოდერი, რომ ეს არის ობიექტი, რითი ხდება ჩვენი ობიექტი, რომ ეს არის სტილ, ანუ სტილურ შემთხვევაში ეტყობა ქორთუმით ხდება. რა კლასი არის, ზებრა შემთხვევაში რაღაც შლიქებით, sorry to არის ზებრისთვის. შლიქები არ ვიცი. ხო, ეს არის ყველაზე საინტერესო ჩარტი, ჩემი აზრით, ანუ აი აქ ჩანს ჩვენ როდესაც query-ებს ვაკეთებთ, ჩვენი query-ები სპეციალიზდება სურათზე. ანუ ჩვენ ხო ვაკეთებთ 100 vectors, ხო? 100 number of queries. ანუ ეს არის 100 უნდა გააკეთოთ, მაინც 400 შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში როდესაც ეს pre-training-ი აუკეთეს ამ networks, 100 object query აიღეს. 100 object query შემთხვევაში დაინახეს, რომ რაღაც ვექტორები სპეციალიზდებიან, რომ დაინახონ ობიექტები მარცხენა მხარეს სურათის, გარკვეული query-ები სპეციალიზდებიან, რომ დაინახონ მარჯვენა მხარეს, ან ზედა მარცხენა კუთხეში, ან ზედა მარჯვენა კუთხეში. ანუ ჩვენი network-ი, ასე ვთქვათ, სწავლობს, რომ გარკვეული query-ების სპეციალიზება უნდა მოხდეს ზედა მარცხენა კუთხეში, გარკვეული query-ების სპეციალიზება მოხდეს ქვედა მარჯვენა კუთხეში და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ამ ლექციას რომ მორჩევით, ძალიან კარგი მაგალითი არა და სავარჯიშო იქნება, რომ dataset-ი აიღოთ, ერთ-ერთი D3-ის pre-training ჩაიწეროთ და ეცადოთ, რომ დაატრენინგოთ ახალ dataset-ზე, ოღონდ number of queries შეცვალოთ მოდელში. ანუ 100-დან, თქვათ, ისეთი dataset-ი აიღოთ, სადაც ვიცით, რომ სურათზე 100-ზე მეტი ობიექტი შეიძლება იყოს. თქვათ, რა ვიცი, 150 ან 180. ეს იმაში დავიხმარება, რომ ანუ pre-trained models ვერ ავიღებთ, იმიტომ რომ 100 prediction-ზე მეც ვერ გააკეთებ ის pre-trained მოდელი და ტრენინგისთვისაც რაღაც ტრიკების გაკეთება დაგჭირდებათ იმისთვის, რომ დაატრენინგოთ ეს მოდელი, ანუ ეცადეთ და ხვალ გვაქვს ლექცია, ხო? ალბათ ხვალის ვერ მოასწრებთ. შემდეგ ლექცია არ ვიცოდით გვაქვს, მაგრამ თუ თქვათ მე Discord-ში მოიწერებით, შეგვიძლია განვიხილოთ, რომ როგორ შეგიძლიათ, რომ დაატრენინგოთ dataset-საც მოგცემთ. ანა ბარემ მოდი ხო. ეხლა განვიხილოთ dataset-იც ბარემ.
ხო, დატასეტი რომელზეც კარგი იქნება რომ ეს დატასეტი არსებობს SKU 110K დატასეტი ქვია. ინტერნეტ შეიძლება მოძებნოთ, არის სადღაც 700 სურათი სწორად ნახსოვს. და არის აი მაღაზიაში რო შედიხართ ხო, მაგალითად ხო ხედავთ რაღაც პროდუქტები რო არის დახლებზე. და მაგათი სურათები არის და object detection ხდება მაგათი. ანუ ხვდებით რომ მაღაზიაში რო შეხვალ 100-ზე მეტი ობიექტი შეიძლება იყოს, შეიძლება 200 ობიექტი იყოს ერთ სურათზე, იმიტომ რომ თუ თქვა წარმოვიდგენთ რომ რაღაც პატარა რაღაც მაღლის ყუთიდეს მაგალითად შეიძლება ძალიან ბევრი იყოს ხო ერთ დახლზე. და იმიტომ არის ეს კარგი სავარჯიშო, იმიტომ რომ 100-ზე მეტი prediction უნდა გავაკეთოთ და ფაქტორად ვისწავლით როგორ შეგვიძლია რომ დეტრი დავატრენინგოთ ისე რომ pre-trains ვერ გავაკეთებთ, ხა ეს ცხადი არის, იმიტომ რომ 7000 სურათზე pre-trains ვერ გააკეთებთ. რაღაცნაირად ჩვენებად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დეტრის წონები, რომ 100-დან თქვათ, რა ვიცი, გავზარდოთ 400-ზე მაგალითად. და რაღაც ინფერენსის დროს რო შევცვალოთ აი sliding window რო ვქნათ. Sliding window შეგვიძლია ვქნათ, კი ბატონო, კი. ეგეც კარგი იქნება. ანუ fine tuning მაინც დაგჭირდება ალბათ, იმიტომ რომ ის კლასები რაც იმ SKU 110K-ში არის, ალბათ არ არის იმაში. ამათ pre-train-ში. ეგრეთ შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ თქვათ ერთი სურათი გვაქვს, მოთხარ დავჭრათ, თვალსა გავატრენინგო და მერე შევკრათ ერთად. მაგრამ მანდ არის ერთი პრობლემა, რომ ეს bound-ებზე რო იქნება, თქვათ, რაღაც ობიექტი, როგორ უნდა გააერთიანო ერთ სურათად, ხო? ეგ არის ერთ-ერთი approach, ასე ვთქვათ. ხო. 20 საათი დადეხა. ეს pre-training გააკეთეთ თუ fine tuning? არა, pre-training გავაკეთე ვიდანო. ნუ 200 ეპოქა დაატრენინგეს paper-ში და რა ვიცი, ჩემთვის ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ნუ CNN-ებიდან მოვდივარ, CNN-ებს 2 ეპოქაც ყოფნით ზოგს. ხო. Transformer-ები data hungry არის ზოგადად. ხო, pre-training საკმაოდ რთული ერთთან ერთ GPU-ზე თუ ატრენინგებ და სადაც ბევრი არ გაქვს. ზოგადად რთულია. კარგი მოდელი გამოგივიდეს. კარგი მოდელში იმას არ გულისხმობ, რაც დადეტექტოს გულისხმობ, რომ კარგი benchmark-ი ჰქონდეს დაც კოკოზე მაგალითად. ხო, აქ ესე იგი რასაკეთებენ? ხო, აქ ფაქტობრივად ამბობენ, რომ ჩვენი მოდელი არა მარტო detections აკეთებს, არამედ სეგმენტაციაც შეუძლია, მაგრამ ამაზე ძალიან დიდ ხანს არ გავჩერდები, იმიტომ რომ ხვალ გვაქვს სეგმენტაციის ლექცია. არქიტექტურა ძალიან მსგავსია, ძალიან მსგავსი კი არა, ეს არქიტექტურა არის, უბრალოდ რაღაც დამატებითი ნაწილები არის იქ. ოკეი, კაი. Appendix-ში რამე regressive lossy, IOS lossy. ნუ აქ არის არქიტექტურა, ხო, აი მოდი არქიტექტურა შევხედოთ. ესე იგი, ჩვენ გვაქვს image feature-ები, რომლებიც მოდის რაღაც კონვოლუციური ნეირონული ქსელიდან, ხო? ჩვენ გვაქვს self-attention-ი, რაც არის image patch-ებზე ფაქტობრივად self-attention-ი. ჩვეულებრივი ენკოდერი გვაქვს, არაფერი განსაკუთრებული, რაც ვიდეოში ქონდა იგივე არის. ახლა აქ არის განსხვავებული, ეს object query-ები. როგორ ინიციალიზდება, ხო? Object query-ები არის ფაქტობრივად რაღაც predetermined ვექტორები, რომლებიც სპეციალიზდებიან რაღაც ობიექტების detection-ზე. აქაც ახლა რო თქვა, რაღაც განსაკუთრებული არის თუ არა. ჩვეულებრივი self-attention-ი არის ამ შემთხვევაშიც. შემდეგ არის cross attention-ი, patch-ებსა და query feature-ებს შორის და საბოლოოდ მოდელი თვითონ არქიტექტურა ესეთი განსხვავებული არ არის. რაც განსხვავებული არის ტრენინგის დროს, როგორ ხდება ამ თითოეული queries matching, ხო? აი semantic segmentაციის დროს, ხო? Semantic segmentაცია არის მარტივი, ამოცანა ასე ვთქვათ, იმიტომ რომ
თვითონ ამცან არის ის, რომ თითოეული პიქსელი დავაკლასიფიციოთ, ხო? ანუ არანაირი, ასე ვთქვათ, matching-ი არ გვჭირდება ჩვენ. არ გვჭირდება, რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ, ერთი query დავმეჩოთ რომელიღაც ობიექტზე. იმიტომ რომ არის პიქსელი, პიქსელის კლასიფიკაცია უნდა გავაკეთოთ და всё. Object detection-ის შემთხვევაში უფრო რთულად არის საქმე, იმიტომ რომ აი რო წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს 100 object query, ხო? და სურათზე არის 10 ობიექტი მაგალითად. კითხვა არის, როგორ უნდა დავითვალოთ loss-ი. აი რა ის გაქვთ რა ქვია. აზრია და რას ფიქრობთ, აი როგორ უნდა დავითვალოთ loss-ი. Ну, ყველაზე რთული ნაწილი ამაში ალბათ ის არის, რომ ტრანსფორმერს ხმარობთ და ყოველთვის რაღაცა კონკრეტული რაოდენობის outputs მივიღებთ, ხო? ყოველთვის ვთქვათ 128 bounding box მივიღებთ, მაგრამ ფოტოში მარტო 2 შეიძლება იყოს. Paper-ში ეწერა, რომ ამისთვის კიდევ ერთ კლასს ამატებენ, რომელიც არის no object კლასი. ანუ მაგებს პროსტა დავმასკავთ. და ერთი და იგივე რაოდენობის არ დაგვრჩება. სხვანაირად შევაფასებთ მაგ no object კლასებს, მაგრამ დარჩენი ობიექტებისთვის ხმარობთ Hungarian matching-ს, მგონი. ეს ნაწილი ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, იმიტომ რომ რთული ალგორითმული ამოცანაა ეს. ყველაზე ახლო matching-ი, რომელიც მოიძებნაო, ანუ ამ პოტენციური პროპოზალებიდან ასე რომ ვუწოდოთ, მაგაზე გავუშვებთ loss და მგონი ეგ არის თუ სწორად მახსოვს. ესე იგი no object class-ზე ანუ queries არ ვამატებთ, ასე ვთქვათ, no objects-ისთვის. ჩვენ ვამატებთ ერთ კლასს. ან თუ ვთქვათ რაღაც 10 კლასი, ჟირაფი, სპილო, რაც სხვა. ლომი მაგალითად, ვამატებთ ერთ კლასს, რომელიც არის background კლასი. ანუ ჩვენს networks შეიძლება რომ ანუ მარტო foreground-ი კი არ თქვას, რომ ეს კლასი არის, არამედ თქვას, რომ ეს background-ი არის. და მე პროცესინგის დროს უბრალოდ იმ background-ის კლასის ვიზუალიზაციას არ გავუკეთებთ. ეგ არის კლასიფიკაციის შემთხვევაში, ანუ query-ს ცალკე არ ვამატებთ no object class-ისთვის. Query-ს გულისხმობ აი აქ რო გვაქვს ეს object query-ები, ან ცალკე ერთი არ ემატება no object class-ისთვის. ხო, matching-ზე კი Hungarian matcher-ი გამოიყენება, ანუ რას ვაკეთებთ, რომ ჩვენ გვინდა რომ როდესაც გვაქვს 100, ყოველთვის გვაქვს 100 object query, ხო? იმიტომ რომ მოდელი ეგრე არის აწყობილი, ჩვენ გვინდა რაღაცნაირად loss-ი დავთვალოთ, ხო? აი მოდი ავუყვეთ ასე რომ განვიხილოთ სხვა შემთხვევები, როგორ შეგვიძლია loss-ი დავთვალოთ. აი პირველი მაგალითი, აი ესეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ თქვათ, ავიღოთ თუ თქვათ არის 4 ობიექტი. ხო? სურათზე. ავიღოთ პირველი 4 query და იმ 4 query-ზე დავთვალოთ loss-ი მარტო. დანარჩენი query-ები გადავყავთ. მაგაზე არ დავთვალოთ loss-ი. ამ შემთხვევაში რა პრობლემა შეიძლება შეიქმნას? ანუ მარცხნიდან და მარჯვნივ მარტო პირველ 4 query რომ დაოპტიმიზიროთ ეგრე გამოდის. პირველი 4, ანუ სურათისთვის გააჩნია, მაგალითად თუ ნახეთ რომ სურათზე არის 4 ობიექტი, ავიღოთ პირველი 4 object query და პირველ 4 object query-ზე დავითვალოთ კლასიფიკაციის loss-ი, რეგრესიის loss-ი. თუ არის თქვათ 10 ობიექტი, ავიღოთ პირველი 10 object query და პირველ 10 object query-ზე, ანუ direct matching-ი გავაკეთეთ ფაქტობრივად რომ დამთხოვა ხო არის? ბოდიში? აი ერთი object query, ორი object query შეიძლება ერთ ობიექტს რო შეიძლება მას? ჩვენს შემთხვევაში არა, იმიტომ რომ ანუ ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ნუ თუ ლითრო dataset-ში არ არის რაღაც ისინი გამეორებები, რომ თქვათ 2 ოთხკუთხედი არ აზის ერთ ობიექტს ჩვენს ground truth-ში. ნუ დავთვალოთ რომ არ აზის და სუფთა dataset-ი არის
და თუ ვამბობთ რომ 4 ობიექტი არის, ეს 4 ობიექტი მართლა ცალსაკე ობიექტები არის. ანუ კითხვა გამიმეორე, ესე გვაქვს 4 ობიექტი სურათზე. აი ტრეინინგისთვის ერთ ტრეინინგ სტეპს აღწევ. გვაქვს 4 ობიექტი სურათზე. თუ გვაქვს 4 ობიექტი სურათზე, ვიღებთ პირველ 4 object queries, 100 object query-დან და ამ 4 object query-ზე ვთვლით მარტო loss-ს. თუ გვაქვს 10 ობიექტი ერთ ტრეინინგ სტეპში, ვიღებთ პირველ 10-ს და დავთვლით პირველ 10-ზე loss. ანუ matching-ი როგორ ხდება ხო? ანუ პირველი object query პირველ ობიექტს დაუმეჩდება, მეორე object query მეორე ობიექტს ასე შემდეგ. და ინფერენსის დროს საიდან გვეცოდინება რამდენი ობიექტი გვაქვს? მაგას ვიტყვით რომ მოდი კლასიფიკაცია განსაზღვროთ, ხო? ანუ ავიღებთ იმას object queries და თუ თქვა კლასიფიკაციაში no object არის მაღალი threshold-ით, ესე იგი კლასი არ არის. ამ ეს მოვიტანებთ. გაქვთ რამე იდეები. ჩემი აზრით მაინც გაიწურცნება მოდელი, ანუ ვერ ხვდები რატომ განა რამხელა ზარალი უნდა მიიღოს მოდელმა ასეთი ოპტიმიზაციის, დაკარგვით და მაგრამ convergence უფრო რთულად მოხდება და ტრენინგი ალბათ გაუარესდება. ხო, ესე იგი, ხა სხვა ვარ მიცდია, როგორ ხათრო ეს დავრენინგი მეთქი. მაგრამ ერთი მიზეზი ის გამოსფიქრება შეიძლება არ იმუშაოს არის რომ აი ჩვენ ხო ნახეთ paper-ში რომ query-ებმა სპეციალიზაცია უნდა გააკეთონ. ან რაღაც პირველი query მაგალითად უნდა სპეციალიზდეს მარცხენაზე დაკუთხეში. როდესაც ვატრენინგებთ და პირველ query-ს რაღაც პირველ ობიექტს მეჩავთ. ესე randomly შეიძლება კი არა და ვერ ისწავლის რა მაგ relationships. მაგრამ საინტერესო ექსპერიმენტი იქნება რომ ეგრე დავატრენინგოთ. თუ თქვათ მაგრამ უფრო ტრეინინგი დაგვიდება ამ შემთხვევაში. ანუ ფიქრობ რომ ერთი მიზეზი ეგ შეიძლება იყოს. კიდე რა შეიძლება იყოს რომ თქვათ ხო, ასევე შეიძლება რომ პირველს მივსავ და გეფს ჩვენ როდესაც კლასების გვინდა კლასების ხონა სპეციალიზდან რაღაც ხრევს object query-ები. შეიძლება random კლასები რო დაინახოთ, ანუ ერთ შემთხვევაში zebra უნდა ისწავლოს მაგალითად ერთ შემთხვევაში ჟირაფი ეგეც მაგალითად შეიძლება პრობლემა შექმნას. შემდეგი გზა ვირჩიოთ რა გავაკეთოთ. ესე იგი, თუ გქონდა 4 ობიექტი, 4 queries ვირჩევდით. შემდეგი გზა იყოს, რომ მოდი ავიღოთ რაღაც ობიექტები, ground truth რამდენი 4 ხო არის მაგალითად. და ავიღოთ random-ზე 4 query ჩვენი dataset-დან. და ამ 4 query მისწავლოს. აქ პრობლემას ხედავთ. ანუ ისევ თუ ვიღებთ პირველ 4-ს, მოდი ახლა ავიღოთ 4 random object query. 4 ვექტორი ავიღოთ და ამ 4 ვექტორზე გავაკეთოთ loss-ის დათვლა.
ნუ არაკონსისტენტური იქნება ჩვენი ევალუაცია რა. გაურთულდება მოდელს სწავლა. მოდელს გაურთულდება სწავლა, კი. რატო? შემთხვევით თუ ავარჩიეთ, არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ მოდელმა ასე რომ ვთქვათ, განიზრახა, რომ ეგ query უნდა ყოფილიყო აი ეგ ობიექტი. ხო, random-ზე როცა აიღებ, პირველ რიგში no class როგორ ისწავლის, ხო? ჩვენი ამ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით, რომ 4 random-ი აიღე, როდესაც 4 instance-ი გვაქვს, no object class ან background-ს ვერ ისწავლის ფაქტობრივად, ხო? და query-ები ალბათ ყოველთვის რაღაც დააპრედიქტებენ და ბევრი false positive გვექნება. false positive გულისხმობს, რომ background-ი არის, მაგრამ გონი არ რაღაც instance-ი არის რეალურად. ხო. იმპლემენტაციის დიაგრამაზე ერთი შეკითხვა მაქვს, პატარა. აი appendix-ში რო ქონდა. Object queries ხო შედის query value-ებად multi-head self attention-ში? cross attention-ში, ხო? self attention-ში მე decoder-ზე ვამბობ. აქ ხო? ხო. VQK გვაქვს და K და Q-ზე გვაქვს residual connection-ი object query-დან, ანუ ორზე ვამბრავლებთ, გამოდის თავის თავს უმატებ? ეს უფრო მოსგულისხმობს, აი ამაზე გულისხმობ? ეგ არის ზუსტად. აი აქ ესე იგი რას აკეთებს? ესე იგი აქ შედის უმატებ. თავის თავს უმატებს. და კიდევ ერთი შეცდომა არის მგონი ეგეთი add ნორმის შემდეგ კიდე add-ს აკეთებს Q-ში რო შედის cross attention-ში. აქ ამაზე. კი, აი მანდ. შეიძლება ეს რა არის, იცი? ანუ decoder-ში ხო multiple რამდენიმე layer-ი არის, მაგალითად 10 layer-ი, ხო? და შეიძლება კი რა ხო ეგ არის, რომ ანუ ჩვენ ხო გვაქვს ვექტორები object query-ები დასწრებში. და გქოთ ამ object query-ებმა გაიარა 10 layer-ი. 10 layer-ში ხდება insert-ი row vector-ის პირდაპირ აი ეგ Q და K-ში. და დამჩენი input-ი წინა layer-იდან, ხო? აი ეს ხაზი რომ მოდის, ეს დიდი ალბათობით, ეს უნდა იყოს სხვა ხსნა არა. იღებს პირდაპირ ვექტორებს ჩვენი embedding table-დან და მაგას უმატებს. ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ gradient-ებმა flow გააკეთონ კარგად object query-ებში და კარგად დააპდეითონ რა ასე ვთქვათ. ვიდრე თქვათ ეს მთლიანი ხაზი გაიარონ ასე ვთქვათ. ალბათ ეგ იქნება დიაგრამამ ძალიან დამაბნია და ბევრი ვიწოლე მაგაზე. აქ არ უნდა იყოს ეს უნდა ეწეროს. აი აქ residuals აკეთებს ეს ახალი არაფერი. ხო, ეგ იქნება რაც უნებული ვარ კოჩის ნახოთ მე. ხო, ფაქტობრივად რას აკეთებს, რომ იღებს პირდაპირ object query-ებს ჩვენი embedding table-დან, რომელ layer-ზე არ უნდა იყოს, იმ თავდაპირველ object query-ებს უმატებს ჩვენს layer-ში. მაგით არის აი ამ წყვეტილი 4 კუთხეების გარეთ ეს ხაზი რა. Okay. Section A3. Section A3. The receives queries. ნული დაგეთება ინიციალიზაციას. encoder memory გასაგებია, query გასაგებია, positional encoding-იც გასაგებია. The first self-attention layer and the first decoder layer can be skipped. ანუ ეს შეგვიძლია გამოვტოვოთ პირველ layer-ში. მე არ ნუ ახლა ეს საკვაცლოს რა. რატო შეგვიძლია ეს რომ გამოვტოვოთ? ეს ნაწილი პირველ layer-ში.
ნუ object query-ს ვაეთენდებთ თავის თავზე და ნულიანები ნულიანზეებზე, არის ხო? ხო, ზუსტად. ნულიანები ან ნულით ინიციალიზაციას ვაკეთებ. ხო, ნულიანიზაცია. 10 ოპერაციის შემდეგ რატო არის ეს ასე ვთქვათ useless? დარწმუნებული არ ვარ, მე უბრალოდ ჩავტოვე, მაგრამ უბრალოდ არაეფექტური იქნებოდა ალბათ. ხო, ნუ რა აზრი აქვს, რომ ეს query-ები, რომლებიც learned vector-ები არის, რომ ერთმანეთში self-extension-ი გააკეთონ, როდესაც არანაირი ინფორმაცია არ აქვს სურათზე. სურათზე ხომ უნდა მიიღონ პირველ რიგში ინფორმაცია და პირველ layer-ზე self-extension-ის გაკეთება query-ებს შორის doesn't make sense, ასე ვთქვათ. სურათების ინფორმაცია როცა აქვს, მე make sense, რომ ვთქვათ, სურათებზე რაღაც instance-ები არის, ეს query იქით მიდის, ეს query იქით მიდის და ამ შემთხვევაში self-extension-ი მიზანშეწონილი იქნება უფრო მეტად. მაგრამ თავიდან როდესაც არანაირი ინფორმაცია არ აქვს სურათზე, query-ებმა უბრალოდ self-extension-ი გააკეთონ, ამას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ეს წონებში უკვე ასახული უნდა იყოს ეს ყველაფერი, learned წონებში თუ ვთქვათ, ის სპეციალიზაცია ასახული უნდა იყოს წონებში. და self-extension-ის გაკეთება ანუ ინტუიტიურად არ არის რა საჭირო. კაი, აქ ჰიპერპარამეტრებზე არის საუბარი, ხა ჰიპერპარამეტრების განხილვას იად აზრი არა მგონია. ეს არის რა. ანუ failure case-ებსაც ანახებენ. ეს კარგი paper-ის ნიშანი არის. failure case-ებსაც როწერენ და ყველაფერი რო კარგად არ არის. და ნუ ხო აქ არის რომ რამდენიმე ობიექტი ერთმანეთში არის აზრელი ეთყობა სეგმენტაციის დროს. Saying some masks are predicted for resolution. ეს იგი პირველი არის ground truth-ი, მეორე არის panoptic და მესამე არის debtor. ხო. panoptic-ის შემთხვევაში ეთყობა, როდესაც downscaling-ი ხდება მიმოჩვიჩერების, მერე მასკიც კარგად არის სურათზე. ჩვენ შემთხვევაში უკეთესი არისო, ამას ანახე. Okay. აი აქ არის საუბარი, რადგან საუბრე რომ by design debtor cannot predict more objects and has query slots. ანუ 100 მეტი ობიექტის detection-ი არ შეუძლია. ხო და აქ რას აკეთებენ, ესე იგი ხომ ესე იგი რაც გააკეთეს აქ რომ ერთი სურათი აიღეს, სადაც იციან რამდენი ობიექტი არის და გრიდზე უბრალოდ დაარცულეს ეს სურათი 10-ზე, ანუ 10 ჯერ გაიმეორეს სურათი და ნახეს და ფაქტობრივად ნახეს რას ვაკეთებთ კიდევ. რა performance იქნებოდა მოდელს. results are shown as interesting. ხო, ეს არის ხო, ანუ ეს არის რამდენად რაც უფრო მეტი სურათი, რაც უფრო მეტი ინსტანსი არის სურათზე, მით უფრო მეტ მის აქვს ჩვენს მოდელსო, რაც არის okay, makes sense, რა თქმა უნდა, ხო. რამეს ვერ ხვდები? ეს საინტერესოა აქ. ანუ ინსტანსების რაოდენობა, როდესაც აღწევს 100-ო, მაგ შემთხვევაში performance-ი საკმაოდ ეცემა. ანუ ის კი არა, რომ 100 ცდება 100-თან ახლოს, როდესაც მიდის ინსტანსების რაოდენობა. Number of missed instances საკმაოდ იზრდება, აი რომ შევხედოთ, რომ ვთქვათ 90 ობიექტი არის, 60% dog-ის მის საკეთებს. მაგრამ აქ ანუ ეს რაღაც სულშატი არ მომწონს. აქ ანუ ეს ნიშნავს, რომ dog და person არის ორივე იმ სურათზე? თუ მარტო dog არის 90 ჯერ. ხა ეს გაიქნებოდა, რომ ყოფილიყო, რომ dog person apple და all instances და ყველა instance-დან რამდენი გამოტოვა. იმიტომ რომ აქ ახლა კარგად რო ხვდები, ეს სამივე კლასი არის იმ სურათზე, რომელიც 10-10 ჯერ გაამეორეს და
თქვათ 90 კაცი, როდესაც აი 90 წარლა 90 ვაშლი მაგ შემთხვევაში პროცენტულად ათვალეს თუ ცალსაკე სურათები აიღეს ძაღლის ადამიანის ვაშლის და ის გაამეორეს კლიდზე და ნახეს რომ რაც უფრო მეტი ინსტანსი არის მეც მაზავს. ხო. ხო, ეს კითხვა ნიშნის ქვეშ არის. ხო, აქ ესე გვაქვს ხო, inference კოდი არის ფაქტობრივად. Inference მარტივი არის ამის შედარებით. Training-ზე არის უფრო პრობლემური. ხო, და ეს არის სულ paper-ი. კაი, მოდი ახლა შევისვათ ერთი 7 წუთი. 15-ზე დავბრუნდეთ. და მე კოდი გავარჩიოთ რა. როგორ არის. კაი, 15 წუთზე ვნახოთ.
აქ ხართ? დიახ. კი. ოკეი. აი. მოდი ახლა გავაზიარებ. სამ კოცხარულით. და რა გავიაროთ? Hungarian matching რო მუშაობს. აი, სამ Hungarian matching-ზე დავიწყებ და აი რა არის Hungarian matcher-ი, ხო? Hungarian matcher-ი არის სანამ Hungarian matcher-ზე გადავალთ. წამოვიდეთ, რომ გვაქვს რაღაც პროექტს ვაკეთებთ და გვაქვს რაღაც სამი საქმე რაც გაკეთდეს რა, სამი task-ი, ასე ვთქვათ. და ამ სამი task-ისთვის გვყავს რა ვიცი, ანტონი, ნიკოლოზი და ნიკა. თქვათ, რა ვიცი, ტრენინგი იყოს, მოდელის ტრენინგი იყოს. ანტონი სპეციალიზდება ტრენინგში, ნიკოლოზი inference-ში, ნიკა data-ს wrangling-ზე მაგალითად. ჩვენ, აღონც ეს არ ნიშნავს, რომ თქვათ ანტონს არ შეუძლია inference-ზე მუშაობა, ან ნიკოლოზს არ შეუძლია data wrangling-ზე მუშაობა, ხო? უბრალოდ თითოეული worker-ი სპეციალიზდება რაღაც საქმეზე. სპეციალიზდება გულისხმობ, რომ თქვათ ანტონს თუ ჭირდება, რომ 2 დღე რო იმუშაოს ტრენინგზე, თქვათ სიტყვაზე რომელსაც თქო უნდა, ნიკოლოზს ჭირდება 3 დღე სამუშაოდ. და ჩვენ გვინდა როგორ გავანაწილოთ, ხო, რაც შეიძლება ჯამი იყოს მცირედი, ხო? რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება ნაკლები cost-ი კონდეს საბოლოოდ რაღაცა პროექტის გასაკეთებლად, რაღაცა პროექტის გასაკეთებლად. ან ჩვენ გვინდა რომ ისე გავაკეთოთ ამის განაწილება, რომ თითოეული ჩვენი, ასე ვთქვათ, მუშავე სპეციალიზდეს რაღაც საქმეზე. აი, დავწერთ ვთქვათ. worker 1, worker 2, worker 3. და კონდეს რაღაც job 1, job 2, job 3. რა ვიცი, დავწეროთ რაღაც 9, 2, 7, 6, 4, 3, 5, 8. ნუ ესენი კაპიტალაკეთ, ასე ვთქვათ, კარგად მარტივად რო გქონდეს. მარტივად რო შეგვეძლოს matching-ი, ხო? აი ასეთ შემთხვევაში, ხო? ახლა მე Hungarian matcher-ს გადავალ. რატო? ამ შემთხვევაში matching ძალიან მარტივია, ხო? ან ჩვენ შეგვიძლია რომ თქვათ worker 1-ისთვის ავიღოთ 2 პირდაპირ, worker 2-ისთვის ავიღოთ 3 და worker 3-ისთვის ავიღოთ 1. და ან ჩვენი საბოლოო total cost-ი იქნება რა? 4 + 3 + 1. ხო? დიახ. ოკეი. კაი. ახლა აქ შეცდომა დავუშვი. რა შეცდომა დავუშვი? სამი და 1 ორივე job 3-ია? ხო, ზუსტად. ან ჩვენ ხო გვინდა რომ ყველა სამივე ჯობი გაკეთდეს. 2 + 3 + 1 შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ მინიმალურები ავიღეთ, მაგრამ ის უგულებო ყავით რომ job 1 უნდა გაკეთდეს, ხო? ხო? ხო. ხო, ესე იგი, მაშინ როგორ ავიღოთ მაგალითად 2 ავიღოთ პირველზე? 6. 6 ავიღოთ. ცა worker 6 არა აქვს. არა, 2-თვის არა, ავიღოთ 6 და 3-თვის ავიღოთ 1. ოკეი. 3-თვის ავიღოთ 1. ხო, ამ შემთხვევაში ესე იგი, ყველა worker-მა, ან worker 1-ს ამას ვაფერებ. ამას ეს არის 6 და 1. ანუ ესე იგი, სამივე ჯობი მიესაინდა სამივე worker-ზე და საბოლოოდ ჩვენი cost-ი გამოვიდა 9. რაც წესით მოგრია თუ რამე არ შეგვიშალა. ეს არის ახლა ძალიან მარტივ case-ზე, ხო? 3-3-ზე მარტივად ხედავთ solutions. მაგრამ როდესაც გვაქვს ბევრი ასეთი, თქვათ, ბევრი worker-ი და ბევრი job-ი, ხო? ამის ასეთ დათვლად მარტივი არ არის. ანუ როცა მოდივართ, ძალიან ბევრი permutation არის, ხო? ამის დასათვალად.
ხო, naive გზა რა არის ახლა, რომ როდესაც ამის პოვნა გვინდა, რომ ყველა permutation ნახოთ და მე მინიმალური ავიღოთ. რასაც ძალიან დიდი დრო დაშვება დასაწყისად, თუნდაც CPU-ს. განსაკუთრებით ტრენინგისთვის. ეხლა თუ კითხვა გიჩნდებათ, რომ ეს რა შუაში არის Hungarian match-თან კი არა ჩვენ stable-თან. ეს არის პირდაპირ შუაში, რატო ეხლა? ჩვენ ზუსტად ჩვენი ტრენინგის დროს გვაქვს რა, ხო? გვაქვს ground truth object 1, object 2, object 3, object 4, ასე შემდეგ. ნუ თქვათ რა ვიცი, გვაქვს 80 ობიექტი. და query-ები გვაქვს, query 1, query 2, query 3, ასე შემდეგ. ან ჩვენი მატრიცა არის რამდენი ground truth ობიექტიც გვაქვს და რამდენი query-ც გვაქვს, მაგხელა მატრიცა არის, ხო? ან თუ გვაქვს თქვათ 10 ობიექტი ჩვენ სურათზე და გვაქვს number of queries 100, გვაქვს 10-100 მატრიცა. ეს გასაგებია? კი. კაი, ეხლა შემდეგი კითხვა არის, რომ კი, ზემოთ გასაგები იყო, რომ ადამიანები სპეციალისტებიან რაღაც ჯობზე, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში როგორ უნდა შევავსოთ ხო მატრიცა? ერთ-ერთი გზა რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ არის, რომ დავთვალოთ loss-ი ის ერთი query რო რაღაც გარკვეული query რო გარკვეულ ground truth-ზე აკეთ დავთვალოთ loss-ი, რა იქნება და მაგ შემთხვევაში, ხო? ანუ query 1 query 1-მა რო აიღოს, ასე ვთქვათ, ground truth 1. query 2-მა რო აიღოს ground truth 2 და ასე შევავსოთ ეს მატრიცა. ანუ ფაქტობრივად cost მატრიცას ვავსებთ რითი? loss-ებით, ხო? ჩვენ როგორი იმიტომ რომ რატო ჩვენ როგორ გვინდა რომ სპეციალიზაცია გავუკეთოთ ტრენინგისთვის, რომ მარტივი იყოს ტრენინგი, ხო? ის query-ები, რომლებიც უკვე არსებულ უკვე დაბალი აქვთ loss-ი ground truth ობიექტთან, მაგალითად მარცხენა ზედაკუთხეში არიან, ხო? იმ query-ებს გვინდათ რომ ის ობიექტები მივაესაინოთ, ხო? არ გვჭირდება რომ თქვათ ეს query ვატაროთ იქით აქეთ სურათზე, რომ თქვათ ხან მარცხენა ზედაკუთხეში იცოდეს სპეციალიზაციას, ხან მარჯვენა ქვედა კუთხეში, ხან ცენტრში, ასე შემდეგ. და ზუსტად ამაში გვეხმარება ჩვენი cost matrica. რომ ჩვენ ვითვლით loss-ებს, მაგრამ backprops არ ვაკეთებთ აქ, ეს მნიშვნელოვანი ნაწილი არის, ანუ backprop-ი არ აკეთება ჯერჯერობით. აქ უბრალოდ ჩვენ ვითვლით cost matrica-ს, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს query ამ ობიექტზე რომ მიასაინდეს, რა loss-ი ექნება. ეს ნაწილი თუ არ გასაგებია. ლიანად შევავსებთ, ხო? როგორ? ლიანად შევავსებთ, ხო? კი, მთლიანად ივსებ, ანუ ყველა query, ნუ რა თქმა უნდა ეს პარალელურად ხდება, რაღაც GPU-ზე როდესაც ვატრენინგებთ და საკმაოდ ჩქარი არის რა. ხო. ანუ ეს ნაწილი გასაგებია, ხო? ანუ როგორ ვავსებთ ამ მატრიცას, ამ cost მატრიცას. კი. ხო, ანუ საბოლოოდ მე როდესაც სიურად ძალიან რთული არ გამოდის ისე, იმიტომ რომ ტრენინგიც გვიწევს და ყოველას თუ ის ამის გაკეთება. პარალელიზებადი არის ეს თვითონ ეს დათვლა რა. და მაგითო კომპლექსური არ არის, ანუ მაინც ერთი forward pass-ი გამოდის, ხო და bounding box-ი და კლასი არის. ხო, ერთი პრობლემა ის არის, რომ აი batching-ი არის ცოტა ისეთი სატაკილო აქ. იმიტომ რომ სხვა batch-ებში კი არა და აი ერთ batch-ში გვაქვს მაგალითად ერთი სურათი არის 10 ground truth-ი, მეორეში არის 15 ground truth-ი. მაგათთვის სალსაკი cost matrica უნდა ავაგოთ რა. ხო, ეგ მინუსი აქ. ან შეგიძლია padding-ი გააკეთო, თუმცა უნდა გაითვალისწინო მე cost matrica-ში. ხო, ესე cost matrica-ს როდესაც დავთვლით, მე ვაკეთებ Hungarian matchings. Hungarian matching-ი ახლა როგორ მუშაობს, გინდათ ახსნათ თუ დაიგითხოთ სახში. სახში წავიკითხოთ. Okay. ხო, ანუ თვითონ ალგორითმი არ ერთული, რაღაც matrix properties exploits უკეთებს და ვალდ გამოკვლევები არის, რომ სანამ რაღაც converged არ იქნება მატრიცა რა. row-ებს აკლებს, column-ებს აკლებს ასე შემდეგ და ანუ ასე ვთქვათ, თვითონ ახლა მაგის მოფიქრება რთული იყო, ხო? მაგრამ თვითონ გამოყენება მარტივი არის. და თვითონ რა ვიცი თუ დეტალებში აგიან ჩახევთ, SciPy-ს აქვს ეს ალგორითმი იმპლემენტირებული და შეგიძლიათ პირდაპირ გამოიყენოთ.
ხო, ანუ აქ დეტრში ან თავარი რაც მინდა ამისგან გაიგოთ არის რომ დეტრში რისთვის ვიყენებთ Hungarian matching-ს ეს თუ გასაგებია. კი. ხო. ანუ ამით ფაქტობრივად ჩვენ ლოსებს არ ვიწვით, ამით ჩვენ უბრალოდ ვიღებთ ინდექსებს, რომელი query რომელ ground truth-ზე უნდა მიაესაინდეს. მაშინ გითხო. თუ გვაქვს 10 ground truth და გვაქვს 100 query. როგორ მიესაინდება იგივე? ყველაზე მინიმალური total costs რომელიც მოგცემს cost matrix-ზე ის. აჰა. დანარჩენს 90-ს ვშვით. დანარჩენ 90 შეგვიძლია no object class-ი მივცეთ და bounding box-ები უბრალოდ დავმასკოთ. კი, ზუსტად. ხო. ეს არის ასე ვთქვათ, ცოტა ტრიკი ნაწილი დეტრში განსხვავებით visual transformer-ისგან ან semantic segmentation-ისგან რა. აი ეს მიესაინების ოპერაცია, ოღონდ ეს სწორად რომ ეს გამოიყენება მარტო ტრეინინგის დროს. Hungarian matcher-ი inference-ის დროს არ გამოიყენება. ანუ მარტო ტრეინინგის ტრიკი არის, რომ თქვენი query-ებს ვასწავლოთ რომელ ობიექტზე გააკეთოს, რომელ ობიექტზე დაითვალოს loss-ი. Okay, აი, მოდი ახლა ცოტა კოდს შევხედოთ, რომ მოდულაპარაკი არ გამოგვივიდეს ეს. Chance. ხო, ხო, ეს არის Hungarian matcher-ის loss. ან ფაქტობრივად რასაკეთებენ აქ? ითვლიან cost class, ანუ loss class იგივეს, cost boxes. IOUs loss-ს ითვლიან, ანუ IOUs-ს იყენებენ object detection-ის დროს და მაგათ ასე ვთქვათ, jumps იყენებენ. მინუსი რატო არის აქ? ანაკ. loss-ად იყენებენ ალბათ და მაგიტომ მინიმიზაცია არ გვინდა მაგისი და მინუსიც. ანუ loss-ის მინიმიზაცია რადგან გვინდა, loss-ი სულ მაღალი არის. ეს ცუდია ხო ჩვენთვის? და რადგან Hungarian matcher-ი ასე ვთქვათ, მინიმალურ cost-ს იღებს, assignment-ისთვის, მაგიტომ factorial flips ვაკეთებთ რა. და საბოლოოდ რას იღებენ, ესე იგი, აქ არის რაღაც შეწონვა, რომ box-ებს რაღაც წილი აქვს, class რაღაც წილი აქვს, IOUs რაღაც წილი აქვს და საბოლოოდ cost matrix-ს აგებენ, საიდანაც შემდეგ უბრალოდ sci-fi-ს აი ამ linear sum assignments იყენებენ. რომ ინდექსები დავითვალოთ. ხო, ეს არის matcher-ი. მოდით ასაც შევხედოთ ცოტათი. დეტა შეეხება თქო რამე ესეთი განსაკუთრებული არის, არა ხო, ერთი რაც უნდა იცოდეთ არის რომ transformer-ს როდესაც ატრენინგებენ, ხშირად იყენებენ auxiliary losses. Auxiliary losses რა არის, რომ რო წარმოიდგინოთ რომ გვაქვს 10 layer-ი, ხო? decoder-ში. 10 layer-ში ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ 10 layer-ში, როდესაც საბოლოოდ გამოვა, ასე ვთქვათ, ჩვენი output-ი მარტო მაგაზე დავითვალოთ loss-ი და backprop-ი გავაკეთოთ, ან შეგვიძლია რომ 10 layer-იდან, ვთქვათ, ბოლო ავიღოთ და ამავდროულად შიდა layer-ებიდანაც ავიღოთ ხო output-ი, იმიტომ რომ output-ის shape-ი ხო იგივე არის. ან თუ ვთქვათ, გვაქვს sequence length 100 და embedding dimension-ი 256. ბოლო layer ან ჩვენ შეგვიძლია ბოლო layer-ის output-ი ავიღოთ, ან ავიღოთ რა მე-3, მე-5, მე-7, მე-9 layer-ების output-ი და იგენიც გამოვიყენოთ loss-ებად. და აქ იგივე heads ხმარობთ output-ისთვის თუ ყველას ცალ-ცალკე აქ? Heads იგივეს ხმარობთ წესით. შეიძლება უნდა იყოს, გამომკვიდროს ხანერად იყოს. რატო ვიყენებთ იგივე heads? კაი კითხვა არის. ალბათ იმიტომ რომ მსგავსი იქნება და რამე მიკერძოება არ ექნება თითო layers. ხო, და უფრო მარტივიც არის საბოლოოდ ერთი layer-ი, როცა გაქვს მე inference-ის დროს ხო არ მოჭრი, ასე ვთქვათ, შუა layer-ებიდან output-ებს. Inference-ის დროს ბოლო output-ს გამოიყენებ. და ბოლო output-ის head-ი ასაც დაგიბრუნებს, იქნება ვიდრე ვთქვათ რაღაც მე-3 layer-დან მოჭრა, მე-5 და მე-7 და მე-9-დან ბოლოდან და მე ეს ყველაფერი ერთად გააერთიანოთ. კომპლექსურობას დაუმატებს ჩვენს inference-ს. და ეს არის უბრალოდ ტრეინინგის ტრიკი, რომ ასე ვთქვათ, თავდაპირველმა layer-ებმა loss-ი შესაბამისი მიიღონ და რა ვთქვათ, სულ ბოლოდან წამოვიდეს ეს loss-ი chain rule-ით.
ოკეი. კაი, აქ კიდე ხარ დავფიქრე. აი, აქ არის auxiliary losses რა. შუა ნაწილებს იყენებენ, შუა output-ებს იყენებენ, auxiliary output-ებს. Post processing. Okay, it's Cocos API share-vides. That's the hack. Okay. Actually, აქ მოდი ვნახოთ კიდე რამე ხო არ არის positional encoding-ისაც შევხედოთ წესით განსაკუთრებით ნახოთ sign positional embedding-ს იყენებენ აქ. იმიტომ რომ roping on მაგას არ იყო გამოჩვეული, როგორც ვიცი. ეს არის learned და sign და cosine embedding-ები აქვს და აწყობენ რომელსაც უნდათ რომ გამოიყენონ ტრენინგის დროს. აი, Object queries ხო არ უმატებთ მაგას. როგორ? Object queries ხო არ უმატებთ პოზიციურ encoding-ს. დეკოდერში. როგორ უმატებთ? არ მახსოვს და ისა. არ უმატებთ. მარტო key და value-ში შედის patching-ის. საინტერესო. რატო უმატებთ? რატო არ დავუმატოთ ის? ეს positions არ აქვს მნიშვნელობა ხო წესით object query-ების. ხანუ რა მნიშვნელობა აქვს მაგალითად main-ულისა და პირველ object query-ს შორის. ალბათ მაგითო. patch-ების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ხო ახლა მარცხენა და კუთხეში თუ მარჯვენა ქვედა კუთხეში უნდა ისწავლოს, მაგრამ object query main-ული ინდექსია თუ მეათე ინდექსია მაგისთვის რა უნდა სჭირდებოდეს პოზიციის. ხო, არ უმატებთ. intuitive-ად ორია. ხო, აი აქ ახლა რა მინდოდა? რაღაც ის ჩვენება მინდოდა. ხო, query, ხო ის მაინტერესებს num queries ინიციალიზაცია. აი ხო, აი num queries ინიციალიზაცია ხდება ესე უბრალოდ query embedding-ის table-ს აკეთებენ, სადაც გვაქვს 100 ცალი ვექტორი. თავისი dimension, hidden dimension. ხო. აი, სულ ის იყო თეთრზე, რამე გავგებარი ხომ არ არის, რამე ხოლ გავიმეოროთ, სანამ დავასრულებთ. Okay, აი, მაშინ თუ დრო გექნებათ სახლში, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ის number of queries გაზარდოთ და ისე დაატრენინგოთ ეს ტეტრეს მოდელი. შეგიძლიათ pre-train-ს არ გირჩევდით, გირჩევთ რომ რაღაც დატრენინგებული წონები აიყოთ. და დატრენინგებული წონები რაღაც ჭკვიანებად გამოიყენოთ, რომ ის ყველა 400 number of queries-ს გააკეთოთ და ისევ შეავსოთ რაღაცნაირად. ან თქვათ number of queries წონები არ ჩადვირთოთ და დანარჩენი ყველაფერი ჩადვირთოთ და ისე დაატრენინგოთ. ხო, ეგ არჩევანი თქვენზე. და ახალ query-ებს რო შევქმნით, random ინიციალიზაცია მივუწეთ თუ მაგალითად უკვე რაც გვაქვს ეგ დავაკოპიროთ. ხო, ეგ კაი კითხვა არის. ეგ არის ამ task-ის ერთ-ერთი output-ი. რომ ანუ რა უნდა გავუკეთოთ number of queries-ს დავაკოპიროთ, გავანულოთ, random-ზე დავსვათ, ჩავსვათ რაღაცნაირად, თუ რა ვქნათ. ხო, ამ task-ის თავი აზრი ეგ არის რა, რა უნდა გავუკეთოთ ამ query-ს და მაგაზე რომ გააკეთოთ ექსპერიმენტაცია გაიქნება. GPU-ების ხრივ კოლაბზე იქნება საკმარის GPU წესით 16 GB უნდა გეყოთ SKU 110K-ს დასატრენინგებლად. მაგ დატასეტზე დასატრენინგებლად გულისხმობ თუ არა და Lightning AI-საც აქვს უფასო GPU-ები. კარგით, რამე კითხვა აქვთ, დავიშალოთ აქ ნახავთ ხო.
ოკეი. აი, მაშინ მადლობა და ხვამთ. ნახავთ. მადლობა. მადლობა. The call for everyone's ვერ ვაკეთებ. აი, კარგად.